1925 წლის იანვარი, თებერვალი, ალასკა, ნომი. ეს არის ისტორია ოთხფეხა გმირებზე, რომლებმაც გააკეთეს ის, რაც ტექნიკამ ვერ შეძლო და სიკვდილს ასობით ბავშვი გამოსტაცეს ხელიდან. გულმოწყალების დიდი რბოლა Great Race of Mercy ისტორიაში შევიდა როგორც გამძლეობისა და ერთგულების უდიდესი მაგალითი, თუმცა წლების განმავლობაში მსოფლიო არასწორ გმირს ადიდებდა. პატარა ქალაქ ნომში, რომელიც არქტიკული წრის მახლობლად მდებარეობს, დიფტერიის, ხორხის მწვავე ინფექციური დაავადება, ეპიდემია გაჩნდა. საფრთხე განსაკუთრებით ბავშვებს ემუქრებოდათ. ქალაქის ერთადერთ ექიმს, კურტის ველჩს, ანტიტოქსინის მარაგი გაუთავდა. უახლოესი წამალი ანკორიჯში იყო, 1085 კილომეტრის დაშორებით. ზამთრის სასტიკი ქარბუქის გამო ავიაცია ვერ დაფრინავდა, მატარებელი კი ნომამდე ვერ აღწევდა. ერთადერთი იმედი ძაღლების მარხილები იყო. გადაწყდა ესტაფეტის მოწყობა. 20 იქმა მეიურემ მრბოლელმა და 150 ძაღლს უნდა გაევლოთ 1085 კილომეტრი ველურყინვასა და ქარბუქში, რათა წამალი ჩაეტანათ. ესტაფეტის ყველაზე რთული და სახიფათო მონაკვეთი ერგო ლეგენდარული ლეონჰარდ სეპალასა და მის ლიდერ ძაღლს, ციმბირულ ჰასკის, ტოგოს. ტოგო იმ დროისთვის 12 წლის იყო, ძაღლისთვის საკმაოდ ხანდაზმული ასაკი. ის მთელი ცხოვრება გამოირჩეოდა სიჯიუტითა და ლიდერული თვისებებით. სეპალას მისია იყო, გაევლო ყველაზე საშიში გზა, ნორტონის ყურეს, სადაც ყინული არასტაბილური იყო და ნებისმიერ დროს შეიძლებოდა ჩატეხილიყო ან ოკეანეში გაცურებულიყო. სეპალამ და ტოგომ წამლის მისაღებად და უკან დასაბრუნებლად ჯამში 420 კილომეტრი გაიარეს, სხვა გუნდები საშუალოდ 50-80 კმ-ს გადიოდნენ. გზად მათ თავს დაატყდათ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქარბუქი. ტემპერატურა 65 კმ-მდე დაეცა, ქარის ფაქტორის გათვალისწინებით. სეპალა ვერაფერს ხედავდა და მთლიანად ტოგოს ინსტინქტებს ენდობოდა. ყველაზე დრამატული მომენტი ნორტონის ყურის გადაკვეთისას დადგა. ყინულმა მათ გარშემო ბზარი გაიჩინა და დაშლა დაიწყო. ისინი აღმოჩნდნენ მოტივტივე ყინულის ლოდზე, რომელიც ღია ოკეანისკენ მიცურავდა. გადასარჩენად ისინი უნდა გადამხტარიყვნენ სტაბილურ ყინულზე, მაგრამ მანძილი დიდი იყო. სეპალამ ტოგო ყინულზე გადააგდო, რათა მას მარხილი გადაეთრია, მაგრამ ძაღლს სადავე გაუწყდა და წყალში ჩავარდა. ტოგომ წარმოუდგენელი რამ გააკეთა. მან კბილებით ჩაიჭირა გაწყვეტილი სადავე, ამოძვრა ყინულზე და მთელი ძალით დაკაჩა მარხილი, სანამ ყინულის ლოდები ერთმანეთს არ მიუახლოვდა და სეპალამ გადასვლა შეძლო. მთელი გზის განმავლობაში, ტოგო გეს ინარჩუნებდა იქ, სადაც ადამიანს გზის გაგნება არ შეეძლო. მან გამოიყვანა გუნდი სიკვდილის ზონიდან და წამალი მომდევნო მეიურეს გადასცა. ესტაფეტის ბოლო 85 კილომეტრიანი მონაკვეთი გაიარა გუნარ კაასენმა, რომლის ლიდერი ძაღლი იყო ბალტო. ბალტომ წარმატებით ჩაიტანა წამალი ნომში, რის გამოც მთელი დიდება და მედიის ყურადღება მას ერგო. ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში ბალტოს ძეგლიც კი დაუდგეს. თუმცა ნამდვილი გმირები, რომლებმაც ყველაზე გრძელი საშიში და სასიკვდილო გზა გაიარეს, სეპალა და ტოგო იყვნენ. ბალტომ 85 კმ გაიარა, ტოგომ კი 420 კმ. ეს რბოლა ტოგოსთვის უკანასკნელი აღმოჩნდა, გადატვირთვისგან მას ფეხები დაუზიანდა და ვეღარასდროს ირბინა. ის 16 წლამდე ცხოვრობდა როგორც პენსიონერი. სამართლიანობა მხოლოდ წლების შემდეგ აღდგა, როდესაც ისტორიკოსებმა და კინემატოგრაფისტებმა, მათ შორის 2019 წლის ფილმით ტოგო მსოფლიოს ნამდვილი გმირის ამბავი ამცნეს.